ქუთაისში პოლიციის მაღალ ჩინოსანს მეგობარი ქალი ძალადობაში ადანაშაულებს ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალმა 112-ში დარეკა, თუმცა პოლიციელი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. საქმეზე კი შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 7229 ლარი გადაიხადა სუფრაში, რომელიც სპეციალურად გივი მიქანაძის, მარიამ ლაშხის, ჯაბა სამუშიასა და სხვა საჯარო მოხელეებისთვის გაიშალა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ სუფრაზე მიქანაძე და სამუშია არ იმყოფებოდნენ. ხელშეკრულების მიხედვით სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეული. ზვიად ცეცხლაძის საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებად ვერ გამოდგება, ამბობს მისი უფლებადამცველი. გუჯა ავსაჯანაშვილის თქმით, 14 წუთიან ვიდეოს, რომლითაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ცეცხლაძე ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებდა, ხმა არ აქვს. ჩირიგანის სასახლეში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 2 საათში დაიწყება. მხარეები უკვე სტამბოლში არიან. უკრაინის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა კვლავ დაუყოვნებლივი და სრული ცეცხლის შეწყვეტა იქნება. მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის დელეგაცია ერდოღანს შეხვდა.